ზვირფასო პელე, ეს ქორთუკი ჩაიწვი. თეთრი, ლამაზია. ეს ქურიკი პატარა პელისგან, ჩემი შვილისგან არის საჩუქრად. ახლა გვიყურებს. მადლობა მეგობრებო. დიდი მადლობა, დიდი მადლობელი ვარ. თქვენ ალბათ არ იცით, ჩემი ნათლია, პატივცემული ლადო. ის მამა ჩემის მეგობარია, კეთილი და პატიოსანი ადამიანი. სხვა ასეთ ცხოვრებაში არ შეხვედრივარ. ვინ იყო ლეგენდარული ფეხბურთელის პელეს რიგითი თბილისელი ნათლია? მას ლადო ერქვა, კავსაძე და ჩვენ ამ ვიდეოში თითქმის დაუჯერებელ და საოცრად საინტერესო ისტორიას მოგიყვებით. მანამდე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ეს ხომ უბრალოდ 2 წამის საქმეა. ისტორია ასე იწყება. თბილისი, მე-20 საუკუნე. ლადო კავსაძე არის რიგითი თბილისელი ახალგაზრდა მეოცნებე მამაკაცი, რომელიც ყოველ დღე დადის სამსახურში, არ ყოფნის ხელფასი, მაცივარი გაფუჭებული აქვს, ტელევიზორი ხან უჩვენებს, ხან არა და ერთხელ ეს რიგითი საბჭოთა ინკასატორი ახლობლებს ფეხბურთის მეფესთან პელესთან დაკავშირებული ისტორიას უყვება. გავიცანი ადამიანის სახელად დანდინიო და პელეს მამა აღმოჩნდა. წარმოგიდგენიათ? პელეს? დიახ, დავმეგობრდით და მისი შვილის მონათვლა მთხოვა. თქვენ პელეს ნათლია ხართ? დიახ, გამოდის რომ ასეა. ის ყვება მასთან შეხვედრის ამბებს. თუმცა იმ ნასრისფერ სამყაროში პელეს ნათლიის ფერადი ისტორია არავისჯერა. ამიტომ ცნობილმა რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა ამ ამბების ფილმად ქცევა გადაწყვიტა და ლადო კავსაძის როლი კახი კავსაძეს შესთავაზა. სცენარის მიხედვით ლადო კავსაძე ნათლული პელეს ანახავად ბრაზილიაში ჩადის. გადაწყდა რომ პელე და კახი კავსაძე ისე უნდა გადაიღოთ რომ თავად პელეს ამის შესახებ არაფერი სცოდნოდა, რადგან მისი გადაღება რომ მოგენდომებინა დაახლოებით $100,000 მაინც უნდა გადაგიხადა, ასე რომ მიზნის გამჟღავნება არაფრით არ შეიძლებოდა. მალევე დაგიგმა ფილმის გადაღების ეს ოსტატური სპეცოპერაცია, სადაც კახი კავსაძეს ერთადერთი წინადადება ჰქონდა მომზადებული ინგლისურად. გამარჯობა პელე, მე მამა შენის დონდინიოს მეგობარი ვარ. 1999 წლის გადაღებისთვის რიო-დე-ჟანეიროში კარნავალის დროს ჩავიდნენ. მოეწყნენ სასტუმროში და კარნავალის ბილეთებიც იკითხეს, თუმცა ბრაზილიელებს გაეცინათ და უთხრეს რომ ბილეთები 6 თვით ადრე გაიყიდა და ფილმის გადამღები ჯგუფი იძულებული გახდა დამოუკიდებელი გზები ეძებნათ. ქალაქში კახიმ დაიჩულა, ენა მაინც ვიცოდეთ, ვინმეს რამე გავაგებინოთო და ამის თქმა იყო გვერდით უცნობო მამაკაცმა საუბარი დაიწყო, ცავატანემ ქართველები ხართო? ავლაბრელ სან-ფრანცისკოელი სომეხი აღმოჩნდა მათ ახლოს. გადამღები ჯგუფი გარინჩას სოფელში ჩავიდა, სადაც ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის საფლავი ნახეს. გარინჩას დააიყო მათ გვერდით და ერთად გაწმინდეს გარინჩას საფლავი. ქართველმა მხატვრებმა, რომელიც იმ გადამღები ჯგუფში იყო, საფლავის მხრიდან წაშლილი ასოებიც აღადგინა. შემდეგ ქართველები გარინჩას დამ სახში შინ მიიწვია და სად სოფლის ცენტრში უამრავი ადამიანი დახვდათ ბრაზილიელები ტრანსპარანტებით. გაუმარჯოს რუსეთსო და აუხსნეს ქართველებმა, რუსები კი არა ქართველები ვართო და იმათაც გაუმარჯოს ჯორჯიას სახელით მიაცილეს ფილმის გადაღები ჯგუფი გარინჩას დის სახლამდე. კარნავალის გადაღება აკრედიტაციის და ნებართვის გარეშე, რა თქმა უნდა, დაუშვებელი იყო და ამას სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი ქერათმიანი გოგო აკონტროლებდა. მეორე მხარეს მივადეკეთ, საიდანაც გამოდიან სამბადრომიდან ეს მონაწილეები ამ კოსტუმებში და ბუმბულებში და ერთი ქერათმიანი გოგო დავინახე, რუსულად დაუძახე, ძევაჩკა დაუძახე და მოვარდა რუსულად, რუსულად დაიწყო. აღმოჩნდა მოკლედ ბრაზილიელი გოგონა ქერათმიანი რუსთვალება, რომელიც მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა და პელეს ლოჟაში შეგვიყვანა. ლომონოსოვის უნივერსიტეტი დაამთავრე მოსკოვში და თქვენ საიდან ხართო და როგორც აღმოჩნდა ეს გოგონა იყო ქართველების მეგობარი. ლოჟთვალება ბრაზილიელმა ქართველები პელეს ლოჟაში შეიყვანა. რეჟისორმა კახის მოედანზე ჩასვლას თხოვა და კახიც მალევე გაერია მოცეკვავეებში. პელეს გადაღებაზე ისევ ამ ლოჟთვალება გოგოს გაისაუბრნენ და ფეხბურთელს ერთ სასტუმროს ფოიეშიც შეხვდნენ. დიდხანს ელოდებოდნენ და უცებ პელეც გამოჩნდა. კახი კავსაძე პელეს გადაეხვია და მამამისი დონდინიო უხსნა, რაზეც რა თქმა უნდა პელე სახტად დარჩა, იმიტომ რომ როგორც იცით, დონდინიო არის მეტსახელი და ამის გაგონება რა თქმა უნდა პელესთვის აღმოჩნდა უცნაური. ვსვათ მესმის მიშკოს ხვილი მოდი კახი რაღაცა გამოვიყვიდე, გადავირიე რა ხდება და
გავიქეთ სადაც ხმა მესმის და ელე მომწყდეული ხავს მიშიკოს კუთხეში და ასეა და დგას ესე და ის დგას ესე და სასტიკად შეშინებული პელე რაღაცა დიცველოდებოდი რაღაცა ვიპოვეთ პელე იმ სასტუმროში და ეს შეიშალა ჭუიდან კაცო თარჯიმას ეუბნება 10 წელია მამაჩემი არ მინახავდა საიდან ისწავს მოგა მე შენ გავარჯიშებდიო მე მომღერალი გავხდიო და ეხლა ბარიტონი ვარო ოპერაში ატყუებს იმიტომ რომ პელეს გადაღება არ შეიძლება და 1 მილიონი მაინც უნდა გადაგეხადა მაშინ პატარა და ძალიან გამხდარი გადავწყვიტე მევარჯიშებინა გამემყარებინა მისი ჯანმრთელობა ბრაზილიის პლიაჟები თითქოს სწორედ ამისთვის არის შექმნილი კადრები გადაიღეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს კადრები არ იყო საკმარისი ფილმისთვის, ამიტომ ისევ ამ ბრაზილიელ გოგოს თხოვეს დახმარება. მან ერთი კაცი მოიყვანა ჰელიო, რომელიც აღმოჩნდა პელეს ასისტენტი და მან უთხრა, რომ ქართველობა თუ გინდათ პელეს გადაღება მილანში, ცოტა ხანში პელეს 50 წლის იუბილეი იქნება და სწორედ მილანში შეძლებთ პელეს გადაღებასო. ასე გაირკვა, რომ კახი კავსაძის და პელეს ერთ კაცში მოხვედრა იტალიაში იყო შესაძლებელი. შეხვედრისთვის რომში ნაბადი და ხანჯალი წაიღეს და გადაწყვიტეს, რომ მიშა მეცკი და სლავა მეტრეველი ეხსენებინათ. ეს ორი გვარი პელეს ახსოვდა იმის გამო, რომ ორივემ შესანიშნავად ითამაშა მარაკანა სტადიონზე ბრაზილიაში. კახიმ ჯერ ნაბადი მოახურა პელეს და შემდეგ ხანჯლის გადაცემისას ისევ მამამისი დონდინიო უხსენა. თქვენ გესმით მიშა ჭიაურელის ხმაც რომელიც გზადაგზა კარნახობს რა უნდა გააკეთო vicepresidente della federazione italiana vicepresidente della federazione che fa gli auguri grazie უთხარი მიშა მესმედრელი კახი მიეთ უთხარი რა Slava Metravelli, presento. Slava Metravelli. მიშა მესხი სლავა მეტრეველი Ahí. დაახურე please კახი ჩამოიქე ჩემსკენ პელე აგერ გააგიჟეს კაცი კახი სადახარ სად არის შემდგ ხოდა შენზე გადმოვდივარ იუბილე მილანში სან-სიროზე იმართებოდა როგორც აღნიშნეთ და ქართველები იტალიელი მეგობრის დახმარებით მოედანზე გასახდელთანაც კი მოხვდნენ. დაიცა მოვედი შენზე უთხარი მოდის პელეთკო მოდის პელე მოდის აი აქ დადიქი მაიცა გაჩერდი სტოი ეხლა მე აქედან პანორამას წამოვალ ამათ ლაპარაკი დაუწყე მიდი ეხლავე დაუწყე მაიცა დავაი აი მიდი კახი დაუწყე ლაპარაკი დაუწყე ჩემი ნათურია თქო გაუღიმე მაინც არ წახვიდე ამ კადრში სწორედ კახი კავსაძე ჩანს დგას გასახდლის შესასვლელთან და თითქოს მეთაურობს იქაურობას. ირგვლივმყოფები გაოცებული შეყურებენ ამ ახალგაზრდა მაღალკაცს, რომელიც უცნობენაზე მითითებებს გასცემს. დაიბნე რა უცბად ვიხაცა ასე უფროსობს ხაცო ერთი იქაური გაიქცა კიდეც და გენერალი მოიყვანა, ვიღაც კაცი აქაურობას დაეპატრონა და ხელმძღვანელობსო. გენერალი კახისთან მივიდა და კითხა ვინ ხარო. სულ ერთი სიტყვა უპასუხა კახი კავსაძემ ამ გენერალს და გენერალსაც მეტი შეკითხვა არ ჰქონია. ამასობაში გასასვლელთან მინსკის დინამოს ყოფილმა მოთამაშემ სერგეი ალენიკოვმა, რომელიც იტალიურ იუვენტუსში თამაშობდა, კახი იცნოდა, მივიდა მასთან, მოიკითხა და როცა ერთმანეთს გადაეხუნენ, ყველა დარწმუნდა, რომ ეს მაღალი კაცი, რომელიც
FIFA-ს გაიძახო და დიდი ფიგურა იყო. ალენიკოვი დიდი პატივით ეპყრობაო. კახი კავსაძე პელეს მოედანზე გაყვა, გადაეხვია, წარმატებები უსურვა და მითითებებიც მისცა. ამ დროს მეუბნება ესა მიშა. კახი რა შენი ჭირიმე მიდი და პელეს ხურში რამე უთხარი. მივედი, ხელი დავარდე და ხურში უთხარი. აბა შენიცი ჩემო პელე არ შემარცხინოთ. Hello, Pele. Pele, por favor, Pele. Kaxi. Sadaqat, Kaxi. Kaxi, sadaqat. აბა შევიცი, შენ. Gurti შეაგდე. იახიზდები. Oh, hello. How are you? Sadaqat. Არა, გერდელები. Grazie. გერდელაუდი. ეს დოკუმენტური კადრები შემდეგ ფილმში ასეთი გახმოვანებით შევიდა. დედა, მოდი მალე, შეხედე მამა სად არის საფეხბურთო მატჩზე. შეხედე, როგორ მიუთითებს და შეკირას ამბობ. პელეს იუბილეა. კამერა ეკრანზე. ფოკუსი დაიჭირეთ, ისე რომ გარკვევით იკითხებოდეს 55 წელი. ძვირფასო მეგობრებო. როგორც კი ჩემი ნათლული გასახდელიდან გამოვა, მაშინვე მოემზადეთ. იდექით როგორც ახლად გახართ, თორემ აქ ისეთი ამბავი დაიწყება, წარმოდგენაც რთული იქნება. ბაგია, ასე იდექით. არც კი ვიცი რა გითხრათ, მეგობრებო. ძალიან ნერვიულობ. თქვენ ალბათ არ იცით, რომ ყოველთვის მიცავდა ჩემი ნათლია, პატივცემული ლადო. ის მამა ჩემის მეგობარია, კეთილი და პატიოსანი ადამიანი. სხვა ასეც ცხოვრებაში არ შეხვედრივარ. ეს მან აღმომაჩინა პირველად ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობდი. ძვირფასო პელე, ეს ქორთუკი ჩაიწვი. თეთრი, ლამაზია. ადრე შავს ფჩუქნიდი. ეს ქორთუკი პატარა პელისგან, ჩემი შვილისგან არის საჩუქრად. ახლა გვიყურებს. მადლობა მეგობრებო. დიდი მადლობა. გასახდელში წადე, ოპლიანი ხარ, გაწივდები. ასე დასრულდა ეს ისტორია, რომელსაც მანამდე არ იჯერებდნენ, სანამ ფილმი ეკრანებზე არ გამოვიდა. ვერავინ იჯერებდა, რომ მიხეილ ჭიაურელმა პელეს გადაღება 3-ჯერ შეძლო, რადგან ამის გაკეთებას ჯერ პელესთან მიღწევა და შემდეგ $1000 გადახდა სჭირდებოდა. ფილმში სხვა ცნობილი ფეხბურთელებიც ხვდებიან, რადგან იაშინის იუბილეზე მოსკოვში ჩავიდნენ. იქ ბეკენბაუერი და ბობი ჩალტონი უნდა ენახათ და პელეც უნდა ჩასულიყო, თუმცა პელე იქ არ ჩასულა. ეს ჩემი ძველი მეგობარი, ბობი ჩალტონია. ახარებს, რომ ყოველთვის სპორტულ ფორმაში ვარ. ეს ელსებიოა. არასოდეს დამზარებია მისთვის რჩევების მიცემა და როგორც წესია, სასარგებლოდ იყენებდა. ეს კი კარლოს ალბერტოა. საინტერესო ისტორია მახსენდება. ერთხელ ფრანც ბეკენბაუერმა ფეხი დაიზიანა, თბილისიდან თურმანიძის მალამო გაუგზავნე და რა თქმა უნდა დაეხმარა ბეკენბაუერმა შემატყობინა, რომ ამ მალამოს დეფიციტი იყო, მაშინვე გაუგზავნე დიდი შეკვრით. ასე ფეხდაფეხ მიყვებოდნენ პელეს, რათა გადაიღოთ ეს ფილმი. მე ვარ პელეს ნათლია, ახალ თაობაში არც თუ ცნობილი ფილმია, არადა ეს ფილმი ძალიან საინტერესო სიუჟეტით გამოირჩევა და თან ძალიან დიდარია ხალხური დოკუმენტური კადრებით. პელე, მიდი. წადი და ყველა მოდით. მარჯვენა ფეხი არ დატვირთო. ვიცი. გაუთხილდი. რა თქმა უნდა. ჩვენთან იკია. აბა როგორ? მიდი. პელე, ეს ვინ არის? ჩემი ნათლია, ლადო. მე შენთან ვარ, არი ნერვიულო. აი იქ ვიდგები. გამარჯობა ლადო. გამარჯობა ფრანც.
გაიცანით მილანის მწვრთნელი. თუ მოგეწონათ ეს ისტორია, მოიწონით ვიდეო, გამოიწერით არხი და ვიდეოს ქვემოთ მცირე კომენტარიც გააკეთეთ. დიდი მადლობა.